საღამო მშვიდობისა ბავშვებო, ნინო ვარ მარგვალაშვილი, 97 დღე არის წიგნის კითხვის და დღეს ვუბრუნდები სიმს ტაბაკს ავტორს, რომლის წიგნიც უკვე წავიკითხეთ. მოხუცმა ქალბატონმა ბუზი რო გადაყლაპა ჯერ. დღეს უნდა წაკითხოთ მისი მეორე წიგნი, სხვა წიგნი, რომელსაც სახელად რომელიც ასეთი სათაურით არის. იოსებს პატარა პალტო ჰქონდა. ნახოთ. მას ძალიან დიდი ხანია წვეს პალტო და შემდეგ რაღაც მოხდა. და გახსოვდეთ, მორალი აქაც არის. მიაწერა თვითონ. ამ წიგნის წიგნში ილუსტრაციებიც ხომ ასე ეკუთვნის და თვითონ ამბობს, რომ ეძღვნება ალექს კოენს და თვითონ ნამუშევარი ხელოვნების ნიმუში შექმნა საღებავებით, გუაშით, ფანქრით, მელნით და კოლაჟით ამოჭრიდა რაღაცებს, ჩააწებებს და აქაც ბევრი ასეთი კოლაჟი შევხვდებათ. იოსებს პატარა ზომის პალტო ჰქონდა. პალტო იყო ძველი და გაცვეთილი. ხოდა მისგან პიჯაკი გააკეთა. და ბაზარში წავიდა საკეთლებზე. იოსებს პატარა პიჯაკი ჰქონდა. დაძველდა და გაიცვითა. ხოდა მისგან ჟილეტი გააკეთა. და საკუთარი დიშვილის ქორწილში იცეკვა. იოსებს პატარა ჟილეტი ჰქონდა. დაძველდა და გაიცვითა. ხოდა შარფი გააკეთა მისგან და მამაკაცების გუნდში იმღერა. იოსებს პატარა ზომის შარფი ჰქონდა. დაძველდა და გაიცვითა. ხოდა მისგან ჰალსტუხი გაიკეთა და საკუთარ ქალაქში გათხოვილი დის სანახავად წავიდა. თავის დასთან ჩავიდა სტუმრად ქალაქში, თვითონ სოფელში ცხოვრობს. პოლონეთში. იოსებს პატარა ჰალსტუხი ჰქონდა. დაძველდა და გაიცვითა. ხოდა მისგან ცხვირსახოცი გაიკეთა. ხელსაწმენდი გაიკეთა. და დალია ცხელი ჩაი ლიმნით ერთი ჭიქა. იოსებს პატარა ცხვირსახოცი ჰქონდა. დაძველდა და გაიცვითა. ხოდა მისგან ღილი გააკეთა. და ის საკუთარი აჭიმების მისამაგრებლად და სამაგრებლად გამოიყენა. იოსებს პატარა ღილი ჰქონდა. ერთ დღესაც ეს ღილი დაკარგა. ახლა მას არაფერი ჰქონდა. ხოდა იოსებმა ამაზე წიგნი დაწერა, რომელიც გვიჩვენებს, რომ ყოველთვის შეგიძლია შექმნა რაღაც არაფრისგან. რა მაგალითად? დასასრული. ავტორის სიმს
ტაბაკი წერთ თქვენ კითხველებს და მე როცა პატარა ვიყავი, ჩემი საყვარელი სიმღერა იყო ესეთი ხალხური სიმღერა, რომელსაც ერქვა მე მქონდა პატარა პალტო. ბევრი წლის შემდეგ მე ეს სიმღერა გადავაკეთე, რომ წიგნი დამეწერა და მას დავარქვი იოსებს მქონდა პატარა პალტო. ზოგიერთმა ადამიანს შეამჩნია, რომ იოსები ძალიან მგავდა მეო. ახლა თქვენ უკვე იცით, რომ არ არსებობს ხელოვანი მხატვარი, რომელიც კმაყოფილი არის თავისი ნამუშევრით, მაგრამ სამწუხაროდ ხშირად არ გვეძლევა საშუალება, რომ გადავაკეთოთ ხოლმე. ხო და მე ხა განსაკუთრებულად მიხარი, რომ ახალი ილუსტრაციებით შემიძლია გამოვშვა იოსების წიგნიო. იმედი მაქვს, რომ ვინც წერილი მომწერეთ სულ პირველ წიგნზეო, თქვენ ისევ თქვენთან ახლოს მოვა ეს წიგნიო და კიდევ ერთხელ ამტკიცებს ეს რას, რომ ყოველთვის შეგიძლია შექმნა რაღაც რისგან? არაფრისგანო. ყოველთვის ისევ და ისევ. სიმს ტაბაკი. აქ პატარა სიმღერა არის ეს. ეს იყო და ეს გემში დავებით. ტკბილი ძილი და შევხვდებით ხვალ. კაცი